Ერთი მინდა ყველას მოგესალმოთ. მე მომენატრეთ, ასე ვთქვათ. იცით რა? აი ამ ნავთლუგის ამბავი მე გავიგე არა პრესიდან. ჩემთან მოვიდა ორი ქალბატონი და მითხრეს, რომ ისინი თვითმხილველები იყვნენ იმისა, რომ მეტროსთან დაჩოქილი ბიჭები ეხვეწებოდნენ კუდის თანამშრომლებს, დაგვაპატივრეთ, ნუ მოკლავთ და ხალხის თვალწინ ისინი იყვნენ დახვრეტილები. მე ეს ამბავი რო გავიგე, მე შევხვდი ივანო მერაბიშვილს, რა თქმა უნდა, რადგანაც ეს მისი სამსახური იყო და აუხსენი, მეუთხარი მეთქი, რა ხდება მეთქი, აღშფოთებული ქალბატონები იყვნენ და მეც აღშფოთდი პრინციპში. და ვანო მერაბიშვილის პასუხი იყო, მე არაერთხელ მithქვია, ასეთ ადამიანებს კიდე 200-მდე ჩავაწვენ მიწაში, ზე თქვენ მოგაყოლებთ. თქვენ სიტყვებზე პასუხს აგებთ ქალბატონებმა, ეს ძალიან მძიმე ბრალდება. რა თქმა უნდა, ახლა მე უნდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ ეს ალბათ უკვე იყო ხუმრობა, მაგრამ ეს იყო პასუხი. სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ დაზარალებულების არც ერთი წარმომადგენელი ჩემთან არ იყო. გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, რომ ამის შემდეგ იყო 2 თუ 3 ასეთი შემთხვევა, როცა მოვიდნენ ჩემთან მშობლები, ერთი დედა იყო. ამ მოკლული ბიჭები? არა, მე სხვა ამბავს გეუბნებით, რომლებიც მითხრეს, რომ მე ეს განცხადება ალბათ გავაკეთე აი ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, მე უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ მე კიდე მოვიდნენ ჩემთან იყო 2 თუ 3 ქალბატონი, რომლებმაც მითხრეს, რომ აი ასე ჩაცხრილეს მათი შვილები ვიღაცა სადარბაზოსთან, ვიღაცა კიდე სადღაც და როცა მე მათ შევთავაზე, რომ მოდით მე ამაზე მხარში ამოგიდგებით და დავიწყოთ ამისი გამოძიება, მითხრეს, რომ არა ქალბატონო ელენე, გვეშინია, ჩვენ კიდე ყავს შვილები და გვეშინია, რომ მე ესე იგი არ მოხდეს მათზე ზეწოლა ან რაღაცა კიდე უბედურება არ მოხდეს. შესაძლებელია ახლა ისინიც უკვე მიმართეს პროკურატურაში, მე ნამდვილად არ ვიცი. ქალბატონო ელენე, ანუ თქვენი ინფორმაციით, ვინაიდან ამბობთ, რომ თქვენ შეხვდით ვანო მერაბიშვილს ესაუბრეთ ამ თემაზე, ალბათ იცით ამ საქმის გარშემო ყველაფერი. ვინ იყვნენ ის მთავარი პირები, ხა არ ვიცი? არა, ვინც ბრძანება გასცა, ვინც გაისროლა, ხო არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? არა, მე არანაირი ინფორმაცია ამისი არ მაქვს. გარდა ამისა, იმ ქალბატონებს ალბათ არც იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს თანამშრომლები, არც გვარები, არც არაფერი. უბრალოდ ფაქტი, მე ვანოსგან რომ მივიღე ასეთი პასუხი, მე მართალი რო გითხრათ, სურვილი აღარ მქონდა ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება. გასაგებია. აი ეს არის, რაც მინდა გითხრათ. რაც ეხება ბაჩო ახალაიას და იქ ციხეში განვითარებულებს, მოვლენებს, მე ნამდვილად საქმის კურსში, აი ახლა გავიგე, რაც მოხდა, მაგრამ თუ ლაპარაკია რა ხდებოდა ციხეში იმ პერიოდში, რა თქმა უნდა იყო უმძიმესი სიტუაცია. უმძიმესი სიტუაცია განსაკუთრებით, როცა ბაჩო ახალაია შეუდგა მუშაობას. რას გულისხმობთ უმძიმეს სიტუაციაში? მე ვამბობ ის, რაც მე გამოიხატა ციხის ბუნტში. იმიტომ რომ იყო პატიმრებზე ზეწოლა, იყო მათი წამება, იყო მათი ცემა, იყო მათი დაშინება და უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ჩემთან როცა შევდიოდი ციხეებში, პატიმრები ძალიან გულახდილები იყვნენ ყოველთვის. და გარდა ამისა, ყოველთვის მე მათ ვეკითხებოდი, აი თქვენ რაც მომიყევით, მაქვს თუ არა უფლება ეს გავაჟღერო, ან ბრიფინგი ჩავატარო და რას პასუხობთ? და მე ყოველთვის
როცა მაძლევდნენ ამ უფლებას, მე ამას ვახმაურებდი. თუ არა, მაშინ მოქმედებდი, ასე ვთქვათ, პროკურატურასთან, ჩემი განცხადებებით და ასე შემდეგ. მაგრამ არასდროს არ ყოფილა, რომ პატიმარს შევხვდი ავიღოთ, მან მომიყვა ის წამება, რაც მან გაიარა. შემდეგ, ესე იგი, მე ამას მეუბნება ვახმოვანებ და 2 დღის შემდეგ ის გამოდის ტელევიზიით და აცხადებს, რომ მე ვამბობ ტყუილებს. ასეთი ფაქტები ხშირი იყო. გარდა ამისა, იცით, ჩემთვის მხოლოდ წემა, მხოლოდ ასე ვთქვათ, წამება არ ნიშნავს პატიმრის უფლებების შელახვა. მე ძალიან ბევრი ფაქტები ვიცოდი იმ პერიოდში, როცა ადამიანი ხდებოდა ავიღოთ ავად, ცუდად და ის მიმართავდა ავიღოთ ექიმის დახმარებას თხოვდა, არღებულობდა ამ დახმარებას, მე მაყენებდნენ საქმის კურსში, მე ვრეკავდი სამედიცინო ნაწილში და პასუხი იყო ასეთი. ჯერ შევეკითხები პროკურატურას.